ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში შრომის ბაზარი სრულიად ახალ მოთხოვნებს აყალიბებს, სადაც ტექნოლოგიური და მენეჯერული უნარების სინთეზს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამ პროცესში საგანმანათლებლო სივრცეების როლი კრიტიკულად იზრდება. Smart აკადემია ბაზარზე ინოვაციური მიდგომებით გამოირჩევა და სასწავლო პროცესში ხელოვნურ ინტელექტს აქტიურად ნერგავს. კომპანიამ მიმდინარე წელს საერთაშორისო აღიარებას მოიპოვა და ისეთი მასშტაბური გლობალური ღონისძიებების პარტნიორი და მონაწილე გახდა, როგორც AI Marketing 2026, Vivatech Paris და We Make Future 2026. აკადემია სტუდენტებს მომავლის პროფესიებს, თანამედროვე მენეჯმენტსა და ბრენდინგის უახლეს სტრატეგიებს ასწავლის. საგანმანათლებლო ტენდენციებსა და საერთაშორისო პარტნიორობებზე ჩვენი პირველი სტუმარი საუბრობს კიდევ უფრო ვრცლად და დეტალურად. Smart აკადემიის დამფუძნებელი მაკო ქურთიაშვილი გვერდდება საქმიანი ამბების გასაზიარებლად ახლა პირდაპირ ეთერში. მაკო, როგორ ხართ? კარგად, მადლობა მოგესალმებით და მადლობა მოწვევისთვის. მადლობა, რომ კიდევ ხართ ჩვენთან ერთად და გვიზიარებთ ყველა იმ სიახლეს, რაც გროვდება ხოლმე და საკმაოდ ჩქარი ტემპით Smart აკადემიის პორტფელში. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი რამდენიმე მიმართულებით არის სიახლეები, რაც უკავშირდება საერთაშორისო ბაზარზე თქვენს გამოჩენას, პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერებას და გამყარებას და თან ევროპის შუაგულში ხდება ეს ყველაფერი და ძალიან სასიამოვნოა ის, რომ ქართული კომპანია ასეთ შედეგებზე გადის და გილოცავთ ამ წარმატებას და მოდი მოგვიყევით. რა ღონისძიებებზე არის საუბარი, რა ნაბიჯი გადაიდგა საერთაშორისო ექსპანსიის კუთხით და რა მონაგარით დაბრუნდით სამშობლოში? სიამოვნებით გეტყვით სიახლეებს აუცილებლად. Smart აკადემიაში ზოგადად ვზრუნავთ, რა თქმა უნდა, რომ ყოველთვის რა ტრენდებიც არის და მიდგომები საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე და საგანმანათლებლო სივრცეში ესენი ავსახოთ ხოლმე ჩვენს სასწავლო პროგრამებში. ამდენად ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ნაბიჯი და რესურსის გაღება, რომ წავსულიყავით Vivatech Paris-ის და ბოლონიაში ასევე We Make Future-ის სამიტზე. ძალიან ბევრი ადამიანი გავიცანით, პროფესიონალი და ძირითადად წამყვანი თემა იყო AI, მარგა გიკვირდებათ. შესაბამისად ვნახეთ ბევრი რობოტი, ბევრი ცნობილი კომპანია, რომელიც ნერგავს AI-ს თავის სხვადასხვა სერვისში და ძალიან ამაღელვებელი იყო ამ ხელა ღონისძიებებზე ამ გამოცდილების გაზიარება. Meta, Adobe, L'Oreal, Samsung და ასე შემდეგ ძალიან ბევრი მსგავსი გიგანტი იყო, რომელშიც დავინახეთ, რომ ისინი არ უშინდებიან და არ ჩერდებიან და ყოველთვის სიახლეებს ნერგავენ და შთამაგონებელი იყო, რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც გავიცანით ბევრი მათგანი. გეგმავთ, რომ ისინი გახდნენ ჩვენი სასწავლო პროგრამების ნაწილი, მოწვეული ლექტორების სახით, რომ ჩაერთონ. ასევე, რა თქმა უნდა, გეგმავთ ზოგადად უცხოეთში გასვლასაც, თუმცა ამ შემთხვევაში უფრო აქტიურად გეგმავთ, რომ ის სტარტაპები, რომლებიც იქ გავიცანით, ჩვენი სტუდენტებისთვის გახდეს სივრცე, სადაც სტაჟირებებს გაივლიან, ასე რომ მაგ ნაწილში ძალიან დიდი დაინტერესება იყო და ველოდები სიახლეებს, ბევრი მათგანი თვითონ დაგვიკავშირდა ჩამოსვლის შემდეგ და მოკლედ ვაღრმავებთ ურთიერთობას მათთან. როგორ აღმოჩნდით აი ამ პარტნიორობის თანამონაწილე და როგორ რაღაცა გაჭერით კავშირები ისე რომ უკვე საუბრობთ მათ შორის მყარ და გრძელვადიან სტრატეგიულ თანამშრომლობაზე. ზოგადად, როდესაც გაქვს გეზია აქეთკენ, რომ აღარ გაკმაყოფილებს თქვათ ის აქ ლოკალური საგანმანათლებლო სივრცე და ბაზარი შესაბამისად ყოველთვის გიჭირავს თვალი რა ხდება გარეთ და მით უმეტეს ესეთი საერთოდ მთელი მსოფლიოდან იყვნენ წარმოდგენილები თან აქ როგორც თვითონ სტარტაპები, ანუ სამსართულიან უდიდეს შენობაში იყო წარმოდგენილი 4 დღის განმავლობაში ეს პარიზში. მე ბოლონიაში კიდევ 3 დღიანი ღონისძიება იყო და რა თქმა უნდა, ყოველთვის ვათვალიერებთ ხოლმე და ვეცნობით ხოლმე მე და რატიც მეორე დამფუძნებელი ვინც არის და შესაბამისად დავგეგმეთ და სხვათა შორის შვებულების ნაცვლად ისე გამოვიდა, რომ იქ წავედით მივლინებით და იქაც საჭირო კონტაქტები დავამყარეთ. ანუ ეფექტიანად აგითვისებიათ, ასე ვთქვათ, ყოველი წუთი დასვენების ფაქტობრივად ასე გამოვიდა. მაკო, საინტერესო არის ტენდენციები და რაღაცა ის სიახლეები, რაც უკვე თქვენი მეშვეობით დამკვიდრდება, უკვე ამ სამიტებიდან დასრულების შემდეგ საქართველოში. რა მთავარი მიგნებები გაჟღერდა, მათ შორის სფეროს წამყვანი მოთამაშეების მხრიდან, რაც აუცილებლად ყურადღება მისად ქცევია გასათვალისწინებელი და დასანერგია ბაზარზე. პირველ რიგში ეს არის, ანუ დატას მონაცემების გამოყენება, იმისთვის რომ უფრო პერსონალიზებული შეთავაზებები და ზოგადად გამოცდილებები
გამოცდილება შევთავაზოთ ამ შემთხვევაში ჩვენ სტუდენტებს, ლექტორებს და გუნდის წევრებს თუნდაც, რადგან AI-ის დანერგვა ნიშნავს, რომ პროცესები გაამარტივო და აოპტიმიზო, სწავლის პროცესში შეიტანო საინტერესო გამოცდილებები მათ შორის და შესაბამისად ეს მოგცემს შესაძლებლობას, რომ ვიყოთ საინტერესო სივრცე, სადაც აირჩევენ, რომ მოვიდნენ სასწავლად, განსავითარებლად, ცოდნის გადასახალისებლად, სხვათა შორის ჩვენ გვაქვს ახლა მიმდინარე კამპანია ხალისი დავარქვით და გვინდა რომ შევაგონოთ ადამიანები და ხალისით დაიწყონ სწავლა ახალი სეზონიდან, ასე რომ შეგიძლიათ მერე შემოვერთდეთ ამ კამპანიას 27 ივლისიდან ფასტაკლებებიც იქნება და რადგან ტენდენციებს შევეხე და მონაცემთა ხარისხს და სტრუქტურიზებას ისე რომ შემდეგ AI-იმ შეძლოს ამ ყველაფრის დამუშავება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის ამ მონაცემების სწორად შეგროვება და იმის ცოდნა თუ რა შედეგი გვინდა რომ მივიღოთ, ამიტომ კითხვების დასმა, რაც AI-ისთან არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რა პრომპტ ინჟინერიას რასაც ეძახიან ხოლმე და შემდეგ უკვე იმ შედეგის განსაზღვრა, რაც გვინდა რომ მისგან მივიღოთ. და აქ შემოდის ხოლმე შეკითხვა, რომ ჩაანაცვლებს თუ არა პროფესიონალებს, ან ვის ემუქრება ყველაზე დიდი საფრთხე, ესეც საინტერესოა და ჩემთვის კიდევ უფრო საინტერესო არის რომელი პროფესიები განიცდიან ტრანსფორმაციას და რა ახალი უნარები გახდება საჭირო იმისთვის, რომ ნიშნავს, რომ ტრანსფორმაციაზე გავუსვით ხაზი და არა გაქრობაზე, იმიტომ რომ ძირითადად ტრანსფორმირდება და შემოდის AI ხელსაწყოები. აი, თუნდაც Photoshop-ი ან Illustrator-ი რომ ავიღოთ, ესენი არ ქრება. უბრალოდ შიგნით ხდება ახალი ხელსაწყოების ჩაშენება, რომელიც ამარტივებს გარკვეულ პროცესებს. რაც შეეხება უნარებს, ადაპტაცია აუცილებლად ყოველ დღე, ყოველ წუთს შეიძლება რაღაც ახალი ინსტრუმენტი გამოჩნდეს, რომელიც კიდევ უფრო უკეთ ემსახურება ადამიანს, როგორც ჭკვიანი ასისტენტის სახით. შესაბამისად, კურსებზე, რასაც ვანახლებთ ახლა ყველა პროფესიაში, ეს copywriting-ი იქნება, business analysis-ი იქნება, HR management-ი თუ ხარისხის ინჟინერია, აბსოლუტურად ყველგან გვიწევს, რომ შევიტანოთ AI-ის ნაწილი. მოდული. სხვა შემთხვევაში, ანუ ამ პროფესიებში ისე გამოდის, რომ ჩამორჩები. აქედან გამომდინარე, მთავარი უნარი არის, რომ AI დავიმეგობროთ ისევე, როგორც თავის დროზე საოფისე პროგრამები ან ინტერნეტთან მეგობრობა შევძალით და შესაბამისად ყოველთვის მოთხოვნადები დარჩებიან ის ადამიანები, ვინც ფეხი აუყოლეს ამ ყველაფერს და AI შეისწავლეს და გამოიყენეს როგორც დამხმარე ინსტრუმენტი. აი ნახეთ, როდესაც თქვათ ადამიანი სწავლობს AI-ს ნულიდან, შეიძლება AI-ს როგორც გამოყენების სწავლა, თუმცა როდესაც ვიცით, რომ მას აქვს ხოლმე ჰალუცინაციები, გარკვეულ რაღაცებს იგონებს, ძალიან მნიშვნელოვანია ექსპერტული თვალი, ანუ შენ ბექგრაუნდში უნდა გქონდეს გამოცდილება იმ კონკრეტულ სფეროში, პროფესიაში, იმისთვის რომ მიხვდე AI რა შედეგიც მოგიტანა, სისულელი არის თუ ხარისხიანი კონტენტი არის. პროფესიებს რაც შეეხება, იგივე კონტენტის წარმოებაში, მონაცემთა ანალიზში, რეპორტინგში და ძალიან ბევრ რამეში იყენებენ და რაც მთავარია, თვითონ რუტინული საქმეების ოპტიმიზაციაში AI-ის როლი უდიდესი არის. 5 საათიანი საქმე შეიძლება 1 საათში გააკეთო, ან აღარ დაგჭირდეს ერთხელ აწყო რაღაც ავტომატიზაცია და იმან თავისი საქმე გააკეთოს. ხო, ეს როგორ ხდება და მათ შორის თქვენი სასწავლო მოდულებიც რას მოიცავს? აი, კურიკულუმი რის მიხედვით იგება და ჩვენც აი ხშირად რაღაცა თითქოს AI-ის ცოდნა და AI-ს ვიყენებ, ესმით როგორც აი ChatGPT-ის, Gemini-ის თუ Claude-ს თუ ნებისმიერ სხვა ხელსაწყოს ველაპარაკებით და ნუ AI-ის გამოყენება ვიცი. რამდენად ვიცით რეალურად და რამდენად ბევრი გვაქვს ამ გზაზე სასწავლო. აი, რა შენბა რესურსები გქონდეს, რაც ესე აგვიცოდეთ და მნიშვნელოვანი იყოს მათი გამოყენება. ხო, პირველ რიგში არის რომ დავაიდენტიფიციროთ პროცესები, რომელშიც დიდი დრო მიდის, ალბათ პირველ რიგში ამას დავიწყებდი მე. ანუ პროცესების იდენტიფიცირება, რომელსაც ხშირად ვაკეთებთ და დრო მიაქვს. ამ ნაწილში თუ რომელი AI მოდული, AI თქვათ ინსტრუმენტი არის ყველაზე რელევანტური, რომ დამეხმაროს, ძალიან ბევრი არის ერთ და იგივე საქმეს, რომელიც ემსახურება, თუმცა აქვს პლუს მინუსები, რომელი უფრო. თანაც ფასიანია, მოგეხსენებათ ის ვერსიები, რომლებიც უფრო დიდ მონაცემებზე დაყრდნობით გაძლევს
პასუხებს და შესაბამისად საკმაოდ ძვირი სიამოვნება არის თუ გინდა უფრო ესეთ დონეზე დაინტეგრირო და მაგაზეც არის მნიშვნელობა. მე მგონი უკვე ისეთი მნიშვნელობის ხდება, რომ როგორც რაღაცა კომუნალურებს იცი რომ იხდი ყოველთვის რაღაცა აი ამ ტიპის ხარჯებში გავა ალბათ, იმიტომ რომ უკვე ტენდენციაც მგონი იზრდება, რაღაცა ყველა სტატისტიკა ამას მოწმობს, რომ ხალხი მასობრივად გადადის და მათ შორის გადადის ფასიან ვერსიებზეც, ხო ეს რაღაცა შემოფერხებელი ფაქტორი დიდად კი არის გარკვეული კრედიტების დაგროვება და მთელი ამბები ლოდინი, ბევრი ნიუანსი არის, მოკლედ. მაგრამ Smart Academy-ას მინდა რომ კონცენტრირდეთ, გადაეწყეთ ესე იგი ბოლომდე AI-ის მიმართულებით, რა დარჩა AI-ის მიღმაც, როგორია ინტერესი, მოთხოვნა, ზოგადად ეს 2 კვარტალი, თან უკვე სანამ გავალთ ოფიციალურად ყველა ესე თქვა ზაფხულის ხელ და საშუალებო რეჟიმზე, საინტერესო არის რა მონაგარით ხურავთ, რა ინტერესით, რა სიახლეები დაგროვდა ამ პერიოდის განმავლობაში თქვენთან. საინტერესო ის არის რომ ჩვენ უკვე დავხურეთ და ახლა ვემზადებით შემოდგომისთვის აგვისტოდან, ანუ აგვისტოდან იწყება ხოლმე. ფაქტობრივად ვერ ვისვენებთ კი, იმიტომ რომ ჩაიხურა ერთი ნაწილი, გაზაფხულის სეზონზე დაწყებული კურსების დიდი ნაწილი უკვე ჩაიხურა. ამ ყველაფერზე დაყრდნობით ჩვენ გვაქვს ხოლმე შეფასების კითხვები, რომლებსაც სტუდენტები ავსებენ, ამას ემატება დასაქმების ბაზრის მოკვლევა ჩვენი მხრიდან, კარიერის პროგრამის უკავშირები თუ ვთქვათ დასაქმების ნაწილში რაიმე მხომ არ შეაფერხათ, რომ ეს გავითვალისწინოთ განახლებულ სილაბუსებში და ახლა ლექტორებთან ერთად მუშაობთ ამ ყველაფერზე, რომ ყველაზე მოთხოვნადი პროგრამები გქონდეს და როგორც იცით, ჩვენ არ ვიზღუდებით ხოლმე დროში, რომ ადვილად გაიყიდოს რომელიმე სალექციო კურსი. შეგინთ იმდენად ბევრი პრაქტიკული ნაწილი არის ინტეგრირებული, იმიტომ რომ მოთხოვნა აღარ არის რომელიმე რაღაც ერთის სწავლაზე, ანუ შეგდით საინტერესო პროგრამა თუ არ წარმოადგინე, სადაც იქნება кейსების განხილვა, პრაქტიკული სამუშაოები, პორტფოლიო არა აშენე, უბრალოდ მერეც კიდევ გიწევს ზრუნვა იმაზე, რომ რაღაც ახალი მოიფიქრო, ვიღაც ახალი დაიხმარო და ჩვენ აი ამ სრულ გზას და სტუდენტის გამოცდილებას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ. ანუ თავიდანვე, ასე ვთქვათ, ჩანასახშივე დევს ის, რომ ეს ადამიანი, ვინც შეიძლება აბსოლუტურად ნულოვანი ცოდნით მოდის თქვენთან, შემდეგ უკვე იყოს სრულად მზად იმისთვის, რომ მოერგოს შრომის ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებს და დასაქმების კოეფიციენტი მაღალია, რა თქმა უნდა, მაგრამ აქ მთავარი რასაც ახლა ვახსენებდი არის ის, რომ ბევრი კომპანიიდან მოდის გადასამზადებლად და უდიდესი დაფასება იმ კომპანიებს, რომლებიც დებენ ამ ყველაფერში რესურსს და გადასამზადებლად უშავენ. ესეც ის ინვესტიცია, რომელიც ისევ კომპანიას უბრუნდება ცხადია. ცალსახად და AI-ის ნაწილშიც ყველაზე მეტი კორპორატიული ტრენინგის დაკვეთა AI-ის მიმართულებით არის, რა თქმა უნდა, და სხვა აბსოლუტურად სხვა პროფესიის ადამიანები და პოზიციის ადამიანები ხვდებიან. აი AI-ზე ჩემი დაკვირვებით 80%-ზე მეტი არის დასაქმებული ადამიანი, მათ შორის კომპანიებიდან 3-4 ადამიანი, ვთქვათ, რომელიც მოდის, რომ იმ დეპარტამენტის, ასე ვთქვათ, workflow გააუმჯობესოს, დაოპტიმიზოს და რაღაც სხვა უფრო კრეატიულ ნაწილს დავთმოს დრო. ცოტა დრო გვაქვს და მინდა რომ გეგმებიც მოკლედ შევაჯამოთ, დასაწყისში ახსენეთ, რომ ქართული ბაზარი უკვე აღარ არის ჩვენთვის საკმარისი, გეზი გვაქვს უფრო დასავლეთისკენ აღებული. ამ ნაწილში რა სიახლეებს უნდა ველოდოთ და არა მხოლოდ ამ მიმართულებით, მათ შორის ლოკალურ ბაზარზე განვითარების თვალსაზრისითაც. პირველ რიგში რა თქმა უნდა ვიზრუნებთ ისევ რომ კურსები განვავითაროთ, იმიტომ რომ ახლა 60 სასწავლო პროგრამა გვაქვს, მაგრამ ესეც არ არის საკმარისი ჩემი ხედვით. ვაპირებთ დონეების მიხედვით გქონდეს სრულად დამწყებებისთვის საშუალო სირთულის კურსები, რომელიც უკვე დასაქმებული ადამიანებისთვის არის და კიდევ უფრო მაღალი დონის და რაღაცნაირად ისე გამოდის, რომ პატარა უნივერსიტეტი ვხდებით, სადაც სწავლა შეგიძლია ნულიდან დაიწყო და გახვიდე და მართლა პროფესიონალად იქცე ბოლოსკენ. ასევე აუცილებლად გავაღმავებთ და შევისწავლით კიდევ უფრო უკეთესად, როგორც ადგილობრივი დასაქმების ბაზრის დამსაქმებლების მოთხოვნებს, იმიტომ რომ მართლა ყოველ ჯერზე კვარტალში იცვლება ხოლმე მათი მოთხოვნები და გლობალურადაც, რა თქმა უნდა, იქ კიდევ სხვა აქსელერაციაა დაწყებული და შესაბამისად მანდაც ზუსტად ეხლაც მაგას ვარკვევდით, რა გეფია, ასე ვთქვათ, იქაურ მოთხოვნებს შორის, ვთქვათ, იგივე კოპირაიტერებს რომ ეძებენ, იქ როგორ კოპირაიტერებს ეძებენ, რამე ხომ არ არის ისეთი, რაც შეგვიძლია აქაურ ჩვენს უკვე კურსდამთავრებულებს თუნდაც დავეხმაროთ, რომ წინ წავწიოთ, ვორქშოპი ჩავუტაროთ, მასტერკლასი ჩავუტაროთ, რომ იქაც თამამად გქონდეთ განაცხადი. ძალიან დიდი მადლობა, მაკო, მოვიკითხავთ მერე. აი უკვე შრომის ბაზრის ნაწილში ეს სხვაობები, ასე ვთქვათ, როგორ გამოიკვეთება და თქვენც როგორ ჩაერთვებით იმ პროცესში, რომ მაქსიმალურად მოერგოთ ამ მიმართულებას. გისურვებთ ძალიან დიდ წარმატებას ლოკალურ თუ გლობალურ ასპარეზზე. მაკო ქურთიაშვილი Smart Academy-ის დამფუძნებელი იყო ჩვენთან ერთად.